მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, დღეს 9 მარტია, ორშაბათი, ასე რომ ტრადიციულად ჩვენ ვართ ეთერში და ვიწყებთ გადაცემას თეატრალური ორშაბათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემა პირველი ნაწილი გვინდა მიუძღვნათ იმ მოვლენას, იმ ფაქტს, რაც სულ ცოტა ხნის წინ მოხდა, საქმე ის გახლავთ, რომ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ხათუნა კიკვაძემ წამოიწყო მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენოგრაფიის ისტორიაზე მუშაობა და უკვე შეიქმნა პირველი ტომი აი ამ წიგნის ხას უსვამ პირველი ტომი, რადგან ჩვენი თეატრის ისტორია, სცენოგრაფების თანამშრომლობა ჩვენს თეატრთან საკმაოდ მრავალმხრივია, მრავალფეროვანია, ძალიან დიდ მასალას ფლობს თეატრის მუზეუმი და ჩვენ არ გვინდა რომ დავკარგოთ ეს მასალა და აი უკვე პირველ ტომში მოცემულია 1927-1969 წლამდე პერიოდის როგორც რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ისე ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული სპექტაკლების სცენოგრაფია. ეს იქნება როგორც დეკორაციის ესკიზები, ისე კოსტუმების ესკიზები, ისე აფიშის დიზაინი თუ სხვა. მე გეტყვით, რომ წიგნს თან ერთვის როგორც რეპერტუარი 27-69 წლების სეზონების ორივე თეატრის, ასე პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნის მიერ შესწავლილ გამოკვლეული თეორიული ნაწილი, სადაც ყველა იმ მიმდინარეობაზე, რაც ზოგადად სცენოგრაფიაში ხდებოდა 20-30-40-იან წლებში, ისე მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპეციფიკის გათვალისწინებით აქ არის აღწერილი და განხილული ყველა ის სცენოგრაფი, რომელიც თანამშრომლობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრთან. საკმაოდ დიდი და ფართო სპექტრია მხატვრების წარმოდგენილი, როგორც წიგნში, ისე ჩვენ თეატრის ისტორიაში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მხატვრის არათუ ესკიზი, ფოტოც კი ძნელად მოსაპოვებელი შეიქმნა, თუმცა ჩვენ მათ 8 წელს არ ვივიწყებთ და თითოეულ მათგანზე გამორჩეულად არის საუბარი, როგორც პირველ ტომში, ასე გაგრძელდება შემდგომ მეორე ტომშიც მეორეს ვამბობ, თუმცა ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთი ტომი კიდევ ეყოფა იმ დანარჩენ ისტორიას, რაც ამ დროისთვის შეიქმნა. ამას დაამატეთ ისიც, რომ მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრთან არსებობდა რუსული თოჯინების თეატრი, მას თავისი ისტორია მოყვება, შემდეგ ეს სამი თეატრი გაერთიანდა, თუმცა თოჯინების თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი ესკიზები, თოჯინები, ძალიან საინტერესო თოჯინები, ის მხატვრები, რომლებიც თანამშრომლობდნენ კონკრეტულად თოჯინურ სპექტაკლებისთვის შექმნილი ესკიზებითა თუ დეკორაციით, ის ამ ტომეულებში არ მოხვდა, ის ცალკე კვლევის საგანია და რო არ მომხდარიყო რაღაც ერთგვარი აღრევა, ჩვენ დავაწყვილეთ მხოლოდ ქართული და რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრები სეზონების მიხედვით. აქ ძალიან მნიშვნელოვნად გამოიკვეთა ძალიან საინტერესო მხატვრის და სამწუხაროდ ცოტა მივიწყებული მხატვრის მიხეილ გოცირიძის ღვაწლი ამ თეატრის დაარსების დღიდან. ის იყო მთავარი მხატვარი ქართული მოზარდ მაყურებელთა თეატრის და სწორედ მიხეილ გოცირიძესთან ერთად შემოიკრიბა ალექსანდრე თაყაიშვილმა ცალკეულ დადგმებზე, როდესაც ძირითად მხატვრად ბატონი მიხეილი ყავდა, სრულიად ახალგაზრდა, ისეთი რანგის ხელოვანები, როგორებიც იყვნენ პეტრე ოცხელი, ელენე ახვლედიანი თუ სხვა. აქ პრაქტიკულად არ დარჩენილა არც ერთი მეტნაკლებად ცნობილი მხატვარი, თუ არ ჩავთვლით ერთადერთი ირაკლი გამრეკელი, რომელიც
არ იყო ჩართული ამ პროცესში, დანარჩენი ყველა თეატრალური მხატვარი ყველა ეტაპზე, ყველა ეპოქაში, ეს იქნებოდა დიმიტრი თავაძე, თუ იქნებოდა ირინა შტენბერგი, დინარა ნოდია, იოსებ სუმბათაშვილი, თუ სხვა, არ ყოფილიყვნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას დაამატეთ ის რუსი მხატვრები, რომლებიც თანამშრომლობდნენ რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრთან და მე გეტყვით, რომ ამ წუთის მონაცემით 122 ესკიზი არის გაძეგლებული ესკიზი, ანუ ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა, ეს არის ძალიან დიდი როგორც განძი, ისე სიამაყე ამ თეატრისთვის, რომ ამ რანგის მხატვრები და ამ რანგის ესკიზები სრულდებოდა სწორედ მოზარდი მაყურებლისთვის. მეორე ტომი, რომელიც ალბათ წლის ბოლომდე გამოვა, უკვე მოიცავს 70-იანი წლებიდან დღემდე მოღვაწე მხატვრებს და აქაც მთელი სპექტრი იქნება მხატვრების წარმომდგენილი. პირველი ტომი სრულდება მიხეილ ჭავჭავაძის ესკიზებით, თემურ ჩხეიძის სპექტაკლისთვის დონ სეზარ დე ბაზანი, მეორე ტომიც გაიხსნება სწორედ მიხეილ ჭავჭავაძის შემოქმედებით და შემდეგ ჩვენ მოვიხილავთ ისეთი მხატვრების საქმიანობას ამ თეატრთან მიმართებაში, როგორიც იყო კაკი რამიშვილი, იური გეგეშიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, შოთა გლურჯიძე თუ სხვა და რასაკვირველია თეატრის მთავარი მხატვრები ბატონი აივენ გოჭელიძე, ქალბატონი ნინო ჩიტაიშვილი და თეატრთან ძალიან მჭიდროდ მოთანამშრომლე სხვა მხატვრები, იგივე ნოდარ გაფრინდაშვილი, იგივე ლომგულ მურუსიძე თუ ანკა კალატოშვილი და სხვა. რასაკვირველია, ყველა იმ მხატვარს მე ვერც ჩამოვთვლი და ერთი სატელევიზიო ეთერი არ არის ამისთვის საკმარისი, თუმცა კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ გამოვიდა მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენოგრაფიის ისტორიის პირველი ტომი და სულ მალე ის გაყიდვაში იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ელენე გილოცავ დაბადების დღეს ქალებს წლოვანებაზე არ ეკითხებიან რომ მაგრამ შენ იმდენად ახალგაზრდა ასაკისხართ რომ შენი წლოვანების გამხელაც არაფერი არ არის, თუმცა დავიტოვოთ საიდუმლოდ. მთავარი არის ის რომ ამ ახალგაზრდა ასაკში უკვე შენ გაქვს რაღაცა შენი რეპერტუარი, რაღაცა პატარა გამოცდილება და ძალიან ესე ორგანულად ჩაეწერე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლებით შემოხვედი თეატრში და აი შენთვის გამომდინარე იქიდან რომ შენ გაქვს გამოცდილება საინსტიტუტო ცხოვრების შემდეგ გორის თეატრთან თანამშრომლობის თავისთავად აი რა არის ახალი შენთვის ამ დასთან თანამშრომლობა და აი რითია განსხვავებული დაუშვათ ყველა იმ გამოცდილებისგან რაც აქამდე დააგროვე.
დიდი მადლობა მოლოცვისთვის. პირველ რიგში, იცით რა არის? პირველი ალბათ მაინც კი ბევრი როლი ყველა თავისებურად მიყვარს. ყველგან რაღაცას ვიღებ, თუმცა აქ შესრულებული როლები და ერთ-ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის. პირველ რიგში ალბათ ის, რომ ჯერ ბავშვებთან პირველად მომიწია შეხება და ბავშვი ერთ-ერთი ყველაზე რთული მაყურებელია იქიდან გამომდინარე, რომ ბოლომდე ჩართულია და რაღაცაში თქვათ შენ თუ მოწლები ისიც აუცილებლად აღარ გიყურებს და აღარ ხარ მისთვის საინტერესო და ეს უკვე ჩავარდნა რომ მსახიობისთვის. და მეორე იყო რომ ყველა ქალისთვის ამბობენ რომ საოცნებო როლი არის ოფელიაო და მე მომიწია აქ პირველად ჩემთვისაც ეგრეა და მომიწია აქ თამაში ამ როლის და მახსოვს რომ პირველად რო გავიგე უბრალოდ რამ ხელა ბედნიერება ვიგრძენი მეტი არაფერი და როცა უკვე პროცესი წავიდა სამაგიდოები და რო გავიაზრე უკვე რამდენად რთულია უკვე ეს როლი და რამ ხელა რაღაცას ვეჯახებოდი თანდათან ძიმდებოდი ყოველდღე უარესი ხდებოდა მიჭირდა რაღაცა კომპლექსდებოდი და ეგ არ დამართნია მანამდე არასდროს თუმცა პრემიერის დღიდან დღემდე მოყოლებული მე როცა ოფელიას ვთამაშობ ესეც თავისუფლებას ვერც ერთ როლში ვერ ვგრძნობ ესე გამოვიდა რატომღაც არ ვიცი რატო ძალიან დიდ აი უნივერსიტეტში ბატონმა ნუკრიმ მასწავლა რომ რაღაცას ცხოვრებაში რაღაცას რო დააგროვებ ემოციებსო ეცადეთო რომ ჩადო თქვენს როლშიო და ოფელია მაძლევს იმის საშუალებას რომ ყველაზე კარგად გამოვხატო ჩემი შინაგანი მდგომარეობა აქედან გამომდინარე და რაც მთავარია ძალიან დიდი ოჯახი ერთგული ოჯახი შევიძინე და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ ამ თეატრს. მე სხვა სპექტაკლებზე ვერ ვამბობ, იმიტომ რომ სარეპეტიციო პროცესს ნამდვილად არ დავსწრები ვარ, თუმცა ჰამლეტზე მუშაობისას მე ვხედავდი, როგორი საერთო ატმოსფერო იყო შექმნილი პარტნიორებისგანაც, ასევე იმ ადამიანისგან, რომელიც თქვენთან ერთად იყო განაწილებული ოფელიას როლზე, მარიამ ჩუხრუკიძეს გულისხმობ თვითონ უშუალო პარტნიორი ნიკა ფაიქრიძე, დათო როსტომაშვილი და რატი გოგუაძე, ეს მსახიობები იყვნენ უშუალო პარტნიორები თქვენი ამ სპექტაკლში და დღემდე სხვათა შორის, აი რო ვაკვირდები სხვებსაც, სხვა მსახიობებსაც, რომლებიც აქ თამაშობენ, არის ერთგვარი დაკვირვება, ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჯერ ახალბედა და აქედან გამომდინარე რამდენად იზრდება სპექტაკლიდან სპექტაკლამდე, რა გამოცდილებას იძენს, არა მხოლოდ ჰამლეტი ამ შემთხვევაში, სხვა როლები, რომლებიც რაღაცა დალექვას შემდეგ ამ როლშიც მოიპოვებენ ხოლმე. ხვდებით და თან ისეთ საინტერესო რეპერტუარია ეხლა რომ დავაკვირდი, არის თანამედროვე ქართული პიესაც, არის ზღაპარიც, არაერთი, ერთიც, მეორეც, ხო, არის კლასიკური ზღაპარიც. ანუ მოწყენილი არ ხარ ასე თქვა და სამუშაოს გარეშე და თან რამდენადაც მე ვიცი კიდევ ერთ ახალ რეჟისორთან უკვე ამჯერად ბატონ მამუკაც ერცვაძესთან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლზე ხართ განაწილებული სპექტაკლში განძის კუნძული, რომლის პრემიერას ჩვენ ველოდებით აპრილის თვეში. კი მიწევს ახალ გამოწვევასთან შეჯახება, ბიჭის როლი უნდა შევასრულო და ძალიან კარგად მიდის ჯერჯერობით ეს პროცესი, კარგად ვეწყობით პარტნიორებით, სამაგიდო პროცესი გვაქვს ჯერ, რეჟისორთანაც ყველაფერი ისე გვიხსნის და ისე გვიკეთებს რაღაცებს, რომ თითქმის ნახევარი უკვე სამაგიდოზე ასე თუ ისე გააზრებული გვაქვს. ეს არის 13-14 წლის ბიჭუნა ჯიმი, რომელიც თავის მეგობრებთან და მეკობრეებთან ერთად მიემგზავრება კუნძულზე, განძის კუნძულზე და იქ ძალიან საინტერესო ამ თავგადასავალის დროს ძალიან საინტერესო ამბებს ხვდება. თუმცა ამას რა თქმა უნდა მაყურებელს მოდი არ გავუმხელ რაც ხდება, თვითონ მოვიდნენ და ნახონ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი ეს პრემიერაც კარგად ჩაიგდეს. აი ეგ საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემი თაობის მაყურებლისთვის განძის კუნძული იყო ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და საყვარელი ნაწარმოები. აი ახალ თაობა როგორ მიიღებს სტივენსონის აი ამ ფანტასტიკურ მოთხრობის სცენურ ვერსიას,
ნახოთ, დაველოდოთ პრემიერას. სამუშაო როგორც ხედავ დღიდან ამ თეატრში მოსვლის არ გაკლია და გისურვებ რომ არასოდეს არ გეცალოს თუნდაც ასეთი ინტერვიუებისთვის ისე იყო დაკავებული რეპეტიციებით და სპექტაკლებით. ამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ჩვენ შევხვდებით ორშაბათს 16 მარტს და ვისაუბრებთ მსოფლიო საბავშვო თეატრების საერთაშორისო დღეზე. კარგად ბრძანდებოდეთ.